გასაგებია კაცო თქვენი პასუხი თქვენი აზრი გაქვთ მე ჩემი აზრი არ არის პრობლემა. კი არა. მე მგონი რომ შენ აზრი არ აქვს, შენ იძულებული ხარ ეს თქვა. მე მსხვერპლად განგიხილავ, ხო იცი? თავს კი არ გესა. რას ნიშნავს? შევდივარ თქვენ მდგომარეობაში. ყველა ვით მუშაობს იმედზე მსხვერპლი არ. ჩემი აზრი. ყველა თავის მდგომარეობაზე იზრუნოს და იფიქროს და თქვენ ხო თვლით მე ხო მსხვერპლს ზოგჯერ არ ესმის ხოლმე მსხვერპლია. მაგალითად ბებიაჩემი იყო სტალინისტი, მიხვდით რომ რეპრესიების ქვეშ მოყოლილი ოჯახი იყო. მსხვერპლი იყო. აუ რა კაი შედარება გააკეთა. ბებია ძალიან მიყვარდა რატო რა შევროთ რატო მიიღე. და ნუ ნერვიულობ ამიტომ გეუბნებით ჩემს. რატო ხო შეიძლება ვიღელუო მსხვერპლზე რომელიც არ ესმის რომ მსხვერპლია. ძალიან კარგად მესმის მსხვერპლი ვარ თუ არა და არ ვარ თქო და ნუ ინერვულებ თქვენზე ვსურვოთ არ არის საჭირო ნერვიულობა. არც თავს რატო არ არის საჭირო ნერვიულობა? თქვენ მეთქი მსხვერპლი თქო და ნუ ინერვულებ. მიგა რომ მოდი მე მაინც ვინერვიულებ თუ შეიძლება. არა ნუ ინერვიულებ. მოდი მაინც ვინერვიულებ. არა. მე თქვენზე კი არ ვზრუნავ, საერთო კლიმატზე ვზრუნავ, ბევრი მსხვერპლი მედიაში არის პრობლემა საზოგადოებისთვის. ხო, ნუ იმედზე მომუშავე ადამიანები მსხვერპლები არ ვართ. ჩემი აზრით ხართ. ნუ ეგ თქვენი აზრი არის, მაგრამ უდავოდ მე ყოველთვის ჩემ აზრებს ვიძახი. ამბობს რომ არ არის მსხვერპლი და თქვენ რატო ნერვიულობთ? მსხვერპლი ყველაზე მძიმე მსხვერპლი არის ვინც ვერ აცნობიერებს ამას.